დღეს გაჩვენებთ ერდოღანის სახელობის უნივერსიტეტის წყლის ფაკულტეტის მუზეუმს. გამომყენთ. იცოდით, რომ თურქეთში არსებობს ადგილი, სადაც ქვეყნის წყალქვეშა სამყაროს თითქმის მთელი ბიომრავალფეროვნებაა თავმოყრილი. ეს თურქეთის მტკნარი წყლის ყველაზე დიდი საცავია. აქ წარმოდგენილია 300-ზე მეტი სახეობის თევზი, რომლებიც 47 სხვადასხვა ოჯახს ეკუთვნის. ყველაზე მეტად იმან გამოუცა, რომ ამ მუზეუმში დაცულია 140 ენდემური სახეობა. აქ თქვენ წინაშია შავი ზღვის ეკლიანი ზვიგენი, რუსული ზუთხი, რომელიც გადაშენების პირას ყოფი სახეობაა, ზღვის მელა, ენდემური ღორჯო, რომელიც სწორედ ამ წყლებში ბინადრობს და სხვა მრავალი სახეობის თევზი, ასევე ძუძუმწოვრები და უხერხემლოები. უნივერსიტეტის მეცნიერებმა თავად აღმოაჩინეს და მსოფლიო ფაუნას 30 სრულიად ახალი სახეობა შემატეს. მუზეუმი 2015 წელს გაიხსნა დამთვალიერებლებისთვის. თუ რიზეში მოხვდებით, აუცილებლად ესტუმრეთ ამ ადგილს. ეს იქნება მოგზაურობა წყალქვეშა სამყაროში ფეხის დასველების გარეშე. რომელი სახეობა იყო შენთვის ყველაზე საინტერესო? დამიწერე კომენტარებში.